რამოდენიმე წლის წინ რამოდენიმე ქართველს კითხი არ დავასახელებ სახელს და გვარებს. მე ხო იცით არ ვარ ადამიანი, რომელიც ვინმესთან რაღაც კონფლიქტური ურთიერთობები უყვარს. როგორ შეიძლებოდა რომ დავსწრებოდი მოდის ჩვენებებს, მე არ მქონია ამბიცია რომ მაინც და მაინც ან Dolce Gabbana-ს ან Versace-ს ან რამე ასეთ მაღალი ბრენდის ჩვენებაზე დავსწრებოდი და ყველასგან მივიღე მეგობრებო ერთი რაღაცა. რომ ვერ დავესწრებოდი, მართლა. მივიღე ის პასუხი, რომ უნდა ყოფილიყავი ან ძალიან ისეთი VIP მომხმარებელი, არა და მე ორიგინალი დასასრულებელი ბევრი არ მაქვს ბრენდების. მოდი ამასაც გეტყვით. მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ჩემ თავთან ყოველთვის ვცდილობ რომ დავუმტკიცო ჩემ თავს ის, რომ მე შემიძლია ის, რომ ეს გავაკეთო. თქვენ არ იცით და არც გეტყვით რა ხდებოდა გუშინ, როგორ მაკვირდებოდნენ ქართველები. როგორ აინტერესებდათ რატომ მოვხვდი მანდ, ან როგორ მოვხვდი. ამდენჯერ მოვიდნენ ჩემთან. და აინტერესებდათ სად ვიჯექი ან როგორ. ერთს გეტყვით მეგობრებო, ამ ცხოვრებაში არ არსებობს მიზანი, არ არსებობს ის რაღაცა, რომ ვერ ავასრულოთ და ავისრულოთ და ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემ თავს ვებრძვი, რომ მე შემიძლია გავაკეთო. ბევრი უარის, ბევრი ლანძღვის, მე არ მიყვარს კონფლიქტები, მე არავის არ ვჭორავ, მე არავის არ ვლანძღავ, მე უბრალოდ ჩემ ცხოვრებას და ჩემი ბრენდის განვითარებაზე ვზრუნავ. მე ვიცი რაც მაქვს. მე ვიცი როგორი ბრენდიც მაქვს და მე მინდა რომ სოფლიომ გაიცნოს. მე რომ სადმე უცხოეთში მე მაღაზია გავაკეთო, წინ Sephora-ში, გინ მილანში, ხო? მე უნდა გახდეს თამოსკინის და თამო კოსმეტიქსიც სოფლიო ბრენდი, ანუ უნდა იცნობდნენ. ასე რომ ერთს გეტყვით, რომ ბევრი უარის მერე მაინც მოვხვდი მოდის ჩვენებაზე. და არა მარტო ერთი ადამიანის, არამედ ბევრმა მითხრა და ზოგმა საერთოდ დამსინა, ისე მელაპარაკა. მაგრამ მე თქვენ ხო ამას არ გეუბნევით, როგორ მელაპარაკებიან, ან როგორ მეკცევიან შოუ ბიზნესში. ერთ კონკრეტულად გექცეოდნი. ხო, რა მნიშვნელობა აქვს, ან დღემდე შეიძლება ვიღაცები რაღაცნაირად, მაგრამ არა უშავს. მე არავის არაფერი მაინტერესებს, ღმერთმა ყოველას ხელი მოუმართოს, ყველამ თქვენი საქმე ადამიანი. მე უბრალოდ მე ჩემი მინდა. ეს გეტყვით, რომ ვისაც სადმე ხართ ახლა და გინდათ რომ თქვენი საქმე გააკეთოთ და ვინმე თუ რაღაცას უარს გეუბნევიან რომ ვერ მოხვდებით, ვერ გააკეთებთ, არ ინერვიულოთ, თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ ხართ მაგრები.